ჩემი საკითხი, ეს არის პირველი საკითხი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის გეგმის განმტკიცების შესახებ. მეორე საკითხია თანხმობის მიცემის შესახებ. ეს თანხმობის მიცემა ითვალისწინებს. მეორე საკითხი იგივე სოფელს ეხება და აგროსერვის. მევიდა გამგეობის სტრუქტურაში წარმოგიდგინოთ რეორგანიზაციის შესახებ და მომავალი გამგეობის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ, რომელიც ეკვირაში ზუსტად შემოგიტანთ და როგორი საერთო მონახაზი მინდა გავაკეთო, ანუ რა იგივნება გამგეობაში. სამსახური იმდენი ერჩება რა რაოდენობაც იყო. ანუ 13 თანამდებობის პირი გვეყოლება, გამგებელი 2 მოადგილე და რა თქმა უნდა შესაბამისა დანარჩენი სამსახურის ხელმძღვანელი, 10 სამსახურის სტრუქტურული ერთობი გვხვდება. არემატება ეს კოდექსით არის გათვალისწინებული, ჩვენი საშტატო ანუ რიცხოვნობა რამდენი უნდა იყოს. პირიქით სახელმწიფო ჭრილში მცირდება, იმიტომ რომ სოფლებში ემატება 15 შტატი, ანუ რეორგანიზაციის შედეგად. ფაქტიურად რეორგანიზაცია უკვე კადრებს არ ეხება, გადანაწილება მოხდება ერთი სამსახურიდან მეორე სამსახურში და უბრალოდ სოფლებს ემატება 15 შტატი, ანუ საკუთრების სპეციალისტის შტატები. აქედან გამომდინარე, თვითონ ადმინისტრაციული ხარჯიც არ იზრდება, პირიქით მცირდება ჩვენთან მუნიციპალიტეტში და ეს რამ გამოიწვია? ეს გამოიწვია იმან, რომ პროგრესანტი რო იმუშაოს გამგეობის სტრუქტურებმა, კოორდინირებული რო იყვნენ, ამიტომ ეს არის ერთი თვის მუშაობა. ჩვენი ერთად გუნდის, რომელიც ეს ვართ და გამოიწვია აქედან. თანამშრომელთა რაოდენობა ხო არ შემცირდება? თანამშრომელთა რაოდენობა არ შემცირდება.